ან მაგალითისთვის ვიტყვი ახლა. ხაჭაპური ახლა აი ჩემს გულის ტკივის ვამბობ. ხაჭაპური საავადმყოფოს გვერდზე გამოაცხობ თუ ბიბლიოთეკის გვერდზე ერთნაირი ფქვილი არ ჭირდება, ერთნაირი დენი თუ გაზი თუ წყალი არ ჭირდება. რატო უნდა ღირდეს საავადმყოფოს გვერდზე 5 ლარი და ბიბლიოთეკის გვერდზე თუ იმის გვერდზე 3 ლარი? ეს ჩვენ არ ვფრთხილდებით ერთმანეთს, ქართველები, არ ვფრთხილდებით. ჩვენ ვიცით რომ საავადმყოფოს გვერდზე სხვა გზა არ აქვს, რა? არა, ალიკა, სხვა გზა არ აქვს. კაცი რომ მივა და ბავშვს მიიყავს საავადმყოფოს, იქ უნდა შეაჭამოს რაღაცა, ან თვითონ შეჭამოს. და იქ აძვირებ იმის გამო რომ იცი რომ მაინც იყიდის. იქ 5 ლარს დაადებ თუ 6 ლარს დაადებ თუ 12 ლარს, სხვა გზა არ აქვს, აბა საწავა. და იყიდის. და რა ქირა იყო ომის პერიოდში ზოგმა ტაქსები რომ გააშვიდმა და გაა40-მაგა იქ რა ქირა იყო. მაგრამ ზოგმა უფასოდ ატარა ხალხი. ხო და აი ეგ არის ჩვენი პრობლემა. ესე იგი, კაცი რომ თავის თავზე ფიქრობს მხოლოდ, იქ არაფერი არ გვეშება. კაცი რომ საქვეყნოდ ფიქრობს, იქ ყველას ყველაფერი ეშველება. ეხა მიზეზები რომ იქ ქირა თუ იქ ასეა თუ იქ ისეა თუ ეს ყველაფერი არის მოგონილი, მეტი არაფერი. მაგრამ ვინც რას დათესავს, იმას მოიმკის. ეგეც ხო მართალია.